დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნეოსრომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე ლელა ბაღდავაძე ვარ. ამ კვირის აქტუალურ საკითხებს კი გაცემის პირველ ნაწილში ლევან სანიკიძესთან ერთად შევაჯამებთ. ოპოზიციური ერთობის პერსპექტივა, გიორგი ბაჩაიშვილისთვის საპროცესო შეთანხმებით გაფორმება, იქით სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები და ასე შემდეგ ცხელი თემებით საკმაოდ დატვირთული კვირა გქონდა, ასე რომ სასაუბრო ბევრია. ჩვენი პირველი სტუმარი უკვე ნეოსრომში იმყოფება და ის ზუსტად 1 წუთში შემოგვიერთდება, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ჟურნალისტ ელისო კილაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხელაძეს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებსა და კოლ-ცენტრების საქმეზე სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ შრომმდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმებზე ზემოქმედების საფრთხე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანის სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში დაკავებულის პირადი ჩხლეკისას მეთადონი ამოიღეს. უკრაინაში ომის გამო დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა. ბრძანება, რომელიც 20 თებერვალს შედის ძალაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების 2014, 2018 და 2022 წლებში აღმასრულებელი ბრძანებებით დაწესებულ სანქციებს ახალგაზრდებს. მაშასე, ეს არის დღის ნეოსრომი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ გვესწრებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გავყვეთ მოდით აქტუალურ საკითხებს. პირველ რიგში კი ლელოს გაწყვეტილება, რომელიც უარს ამბობს ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებაზე, პარტიამ გუშინ გაავრცელა შესაბამისი განცხადება, სადაც საბოლოო პოზიციას აჟღერებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლას გააგრძელებს ცალკე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. გაეცნობოდით ალბათ პარტიის არგუმენტებს. ლელო მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობას და შეთანხმების შესრულების პრაქტიკას, რითაც ოპოზიცია ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს. აი, რამდენად მყარი არგუმენტი აქვს შესაბამისად ლელოს და აქვს თუ არა საფუძველი ხაზარაძის პარტიას ოპოზიციური ერთობის საკითხს სკეპტიკურად უყურებდეს. მოგესალმებით, ზოგადად ახლა სკეპტიკურობა ცოტა ისეთი საკითხია, რიგ შემთხვევებში შეიძლება ერთმანეთის მიმართ სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილები სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მტკივილების გამო, რომელიც წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის გვაქვს მიყენებული და ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო პრაქტიკა, მათ შორის დემოკრატიულ ველზე, მაგრამ ზოგადად ახლა მე მაინც დღეს ნაკლებად კრიტიკული ვიქნები. მე მიმაჩნია, რომ ლელო არის შეცდომაში გაჯიუტებული, მათ შორის იმ ძველი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მათ მიიღეს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია სერიოზული შიდა ოპოზიციური დაპირისპირება, მათ შორის ისეთი კრიტიკული განცხადებები ერთმანეთის მიმართ და მე უბრალოდ არ მესმის შეიძლება პოლიტიკურ ორგანიზაციას კონდეს წუხილი კონკრეტულ შეთანხმებასთან, დოკუმენტთან დაკავშირებით შესრულდება ეს დოკუმენტი, არ შესრულდება, როგორ შესრულდება, რა იქნება მთავარი მოტივი გაერთიანების, რამდენად ყოვლის მომცველ ერთიანობაზე საუბარი, მაგრამ ის რომ არც ერთ ოპოზიციურ ძალას მარტო არ შეუძლია გამარჯვება, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. ანუ ლელოს გადაწყვეტილებაში ჩემთვის გაერთიანებაზე უფრო პრობლემო, არ გაერთიანებაზე უფრო პრობლემური არის იმის ახსნა, რომ ვინმეს მარტო რამის თავი აქვს. ტყუილია ეს. თუ ერთიანი თამაში არ იქნა ოპოზიციური, არავის მარტო გამარჯვების რესურსი არ აქვს. და აი, როგორც წინა შემთხვევაში, ანუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დროს იყო რაღაცა გაუგონარი, რომ მარტო ვის შეეძლო თბილისის გამოგლეჯვა ქართული ოცნებისთვის, ისეა ეხლაც ჩემთვის ზუსტად იგივენაირად ბევრი ძლიერი ოპოზიციური პარტია უნდა არსებობდეს ოპოზიციურ ველზეო. ასეთია ამ პარტიის პოზიცია. პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით. ესეც ლელოს კიდევ ერთი არგუმენტი. კითხვას დაგისვათ და ერთად მიპასუხეთ. რა გონია მიზეზები იმის, რომ ლელოს ასე ვთქვათ, სხვებთან დგომის ასე ეშინია?
მესამე ახლა გასაგებია რატომ შეიძლება იჭერდეს დისტანციას გიორგი გახარიას პარტია მაგალითად სხვა ოპოზიციური ძალებისგან მაგრამ აი რა შეიძლება აშენებდეს ლელოს და მისი შიშებიც რამდენად გადაჭარბებული მათ აქვთ ის ტკივილები რაც 2025 წლის ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებში გასვლის შემდეგ შიდა ოპოზიციურ ველზე დაფიქსირდა ეს განა არ მესმის ადამიანებისთვის ეს არის ძალიან რთული გადასალახი მე იმასაც არ მოუწოდებ ვიღაცას რომ გადალახოს რა ჩვენი სხვა არა ვარ საბავშვო ბაღი ხო არ არის რომ შევრიგდეთ და ნეკი-ნეკისა გვათამაშოს ვიღაცამ და აი მოდით ახლა შერიგდით და გადაკოცნეთ ერთმანეთს ამას ზედაც არავინ არ თხოვს მაგრამ პოლიტიკური თამაში როცა არის შეიძლება მორიგდე შეიძლება არ ესალმებოდე კაცს ესეც არის პირად ურთიერთობა შეიძლება არ ესალმებოდე კაცს და მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა გიჭირდეს მაგრამ საქმეს როცა ჭირდება სხვანაირად უნდა იქცეოდე მე ესე მესმის ეს საქმე ანუ პირად თავმოყარეობა ერთი არის რომელიც ისაც არ უნდა შეალახინოს, სხვა შეიძლება დაესწრო შეხვედრას, ან შეიძლება კონკრეტული მოთხოვნები ქონდეს. ეს მესმის პიროვნული ღირსების, მე არ მჯერა უღირსი პოლიტიკოსების რა, პიროვნული ღირსება თუ არ გაქვს და რაღაცის გადალახვა უმარტივესად შეგიძლია, ესეც არ მგონია მე სწორი. შეიძლება ეს რაღაც თავად პოლიტიკური ხედვა არ არის, მაგრამ თავი პრობლემა ეს არის რა, რომ ის ტკივილები რაც აქვთ 2025 წლის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ის მათთვის არის ისევ ალბათ უფრო სენსიტიური. ლევა, რაც შეეხება ასე ვთქვათ პოლიტიკური ალტერნატივის. თუმცა აი ამასაც დავამატებდი რა, არავინ არავის არ ეხვეწება. აი ამასაც ვიტყვი. არავისთან შესახვეწი არ აქვს მათ შორის არც ნაციონალურ მოძრაობას და ის რა ქვია, იძულებითზე როცა არის საუბარი, არავინ ხელბორკილებით არ მიდის და არავის ჩაბმას არ თხოვს რა. უნდათ, არ უნდათ, უბრალოდ როცა არ უნდათ და არგუმენტაციაში არის რომ მრავალფეროვნად ხო გავიდნენ არჩევნებზე და რაკნეს. ეთი, ლევა, რაც შეეხება პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესს, რაზეც რამდენიმე ოპოზიციური პარტია მუშაობს, ამ გეგმას რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს პირადად თქვენი აზრით და აქვე მართლაც არ მინდა ვისაუბროთ მხოლოდ ლელოზე და რადგან თქვენ ნაციონალური მოძრაობა ახსენეთ, გითხარით, სად არის ამ პროცესში თვითონ ნაციონალური მოძრაობა? რა ინფორმაციაც მედიას გვაქვს, არის ის რომ თქვენც არ მონაწილეობთ აი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაში და ეს პროცესი სხვა 7 პარტიის ჩართულობით მიმდინარეობს. რატომ არ ხართ მათთან და რა არის მიზეზები იმის რომ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად საუბრობს ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, მაგრამ მაინც მარტო ხართ. ეს არ არის არ შესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია, უბრალოდ ის დანარჩენი ჯგუფი უფრო დაახლოებული არის ერთმანეთთან, მათ შორის იმ ძველი რუიანის ფორმატიდან მოყოლებული ისინი კვლავ ერთად დარჩნენ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩემი აზრით გასაგები მიზეზების გამო მაშინ დატოვა ოპოზიციური რუიანი, იმიტომ რომ შეასრულა იმ რუიანმა თავის ფუნქცია, ბოიკოტი შედგა 800,000 ამომრჩევლამდე არ მივიდა არჩევნებში, კახიკალაძემ ვერ მიიღო ლეგიტიმაცია, ასე შემდეგ. ანუ ის დავალება შესრულებული. რაც შეეხება არსებულ მოლაპარაკებებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წითელი ხაზები ვერ ვიტყოდი, მე არ მიყვარს ამ სიტყვებით საუბარი, როდესაც ესეც სენსიტიურ საკითხს ეხება და მართლა ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და პოზიტიურ დინამიკას ნამდვილად ვხედავ, რომ შესაძლებელია ეს ერთობა შედგეს. უბრალოდ აქ ჩვენთვის მთავარი საკითხები არის რა სახის ერთობაა, ვინ არის ამ შეთანხმების ნაწილი, ასევე ამ შეთანხმებას რამდენად ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული რაღაც ფიქციური ერთობა თუ ეს არის რეალური ერთობა, რა საკითხების გარშემო თანხმდებით, იმიტომ რომ თუ ეს არ იქნა ღრმა და ყოვლისმომცველი ერთიანობა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ამასაც ვიტყვი, ანუ ამ უახლოეს დღეების განმავლობაში უკეთესი ვითარება არის ამ მიმართულებით და არ მინდა რომ რაღაცნაირად ამ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალო რაღაც საჯარო განცხადებებით, კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ძალიან გაზრდილია იმის შანსი, რომ როგორ ერთიანობასაც არათუ ნაციონალური მოძრაობა, არამედ თავად ოპოზიციური ამომრჩევლის კრიტიკული უმრავლესობა ითხოვს, რომ ეს არ იყოს ფიქციური ერთიანობა, ერთი ბრიფინგით რომ არ დამთავრდეს, რომ აი ერთხელ დავდექით ერთად და მე ყველა სხვადასხვა საკეთებს და ზოგი დებატზე მიდის, ზოგი არ მიდის, ზოგი არჩევნებში შედის, ზოგი არ შედის. აი ესეთი პრობლემები რო არ იყოს და კონკრეტულ საკითხებზე ვიყოთ შეთანხმებული, ჯობია რომ რამდენიმე დღით თუ რაღაც პერიოდით უფრო მეტი ვიმუშაოთ შიგნით
რომ ეს საკითხები წინასწარ იყოს გადაწყვეტილი, ვიდრე უცებ გამოცხადდეს რაღაც და მე აღმოჩნდეს, რომ პრობლემები ქონია ამ ერთიანობას. ამიტომ ჩვენ ძალიან პასუხისმგებლიანად ვდგებით ამ საკითხს, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა. კი ბატონო, დაველოდოთ პროცესების. ნაციონალური მოძრაობის გარეშე ეს ყველამ კარგად იცოდეს ასევე, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ვერც ერთი ერთიანობა ვერ მიიღებს დიდი ერთიანობის სახელს. რაც შეეხება სხვა აქტუალურ საკითხებს დღეს პარასკევია, ამიტომ მინდა რომ მიმდინარე კვირის მთავარ თემებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ. მათ შორის გითხარით, რას აჩვენებს თქვენთვის მაგალითად გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება და აქვე მედიამ გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მან საპატიმრო დატოვა, ის ჯერჯერობით ჩუმადა, თუმცა ვიცით, რომ 3 თვეში ეწურება ერთწლიანი პირობითი სასჯელის ვადა, რის შემდეგაც უკვე სრულად თავისუფალი იქნება. ცალკეული პოლიტიკოსი და არა მარტო პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ როცა გიორგი ბაჩიაშვილი უსაფრთხოდ იქნება, მან აუცილებლად უნდა ელაპარაკოს. აი თქვენთვის რამდენად რჩება კითხვები, რომლებზეც აუცილებელია, რომ თავად გიორგი ბაჩიაშვილმა გასცეს პასუხები და რამდენად შეიძლება ველოდოთ, რომ ის ალაპარაკდება. არ ვიცი, მის მაგივრად მე ვერ გაგცემთ პასუხს, მე ზოგადად ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების ან ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანების რაღაც გამბედაობის პრობლემას ხედავ ხოლმე, იმიტომ რომ ისე მოდიან ივანიშვილისგან არაფერს არ ყვებიან. აი გახარია რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი რაღაც იცის. ლილვაშვილმა უამრავი რამ იცის ივანიშვილზე. ღარიბაშვილმა კიდევ უფრო მეტი რამ იცის, ფაქტობრივად ოჯახის წევრია. ბაჩიაშვილი რა ქონიათ მიზეზები იმის რომ არ საუბრობენ და არჩევენ რომ იყვნენ ჩუმად. ივანიშვილის ეშინიათ, იმიტომ რომ მე და თქვენ შეიძლება ივანიშვილზე ნაკლები ვიცოდით, რაზეა ეს კაცი წამსვლელი. კი ვხედავთ რაზეც მიდის სახელმწიფოს ხელით. მაგრამ მათ უარესი ისტორიები იციან ალბათ ივანიშვილზე და შიშია. სხვანაირად მე ამას ვერ ხსნი. მართლა ვერ ხსნი. ბაჩიაშვილის საკითხი საერთოდ წარმოუდგენელია. ეს არის კლანური გარჩევის უმაღლესი დონის საქმე. ქრესტომათიული. აი ეს ამასაც ვიტყოდი. ანუ კაცი იყო უცხოეთში წასული, სახელმწიფო რესურსებით გაიტაცეს, ჩამოიყვანეს, გაასამართლეს, ჩასვეს, კერძო დავა გადაუყვანეს სისხლის სამართლებრივ დავაში. ციხეშიც რაღაც გაუგონარი ვითარება იყო, არ ვიცი, ინსინუაციებში ვერ შევალ, მაგრამ იქაც რაღაც პრობლემები იყო აშკარად. და საუბარია ამ ადამიანის მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე. ამის შემდეგ, ანუ ფაქტობრივი მოცემულობაც არის ეს. ამის შემდეგ უკვე უცებ ვიგებთ, რომ საპროცესო შეთანხმება არის გაფორმებული, სავარაუდოდ თლიანად ის თანხა, რასაც ივანიშვილი ედავებოდა, არის დაბრუნებული უკან და ბაჩიაშვილის მხრიდან ჯერ კიდე არ არის გაკეთებული განცხადებები. ანუ ფარცხალაძის სარდაფი უხეშად რო ვთქვათ. ფარცხალაძის სარდაფი, სადაც მინისტრებს აკდებდა, ხო? ეს ივანიშვილმა შეცვალა პროკურატურით და სასამართლოდ. ანუ თავის სარდაფს აღარ აცდებს რა, დაბინავებული აქვს ეთყობა იქ რაღაც. ამიტომ სარდაფად იყენებს რუდანის ციხეს, რუსთავის ციხეს, სასამართლოს და პროკურატურას. ანუ ამ კაცის კლანური გარჩევების თვის შექმნილა ქართული სახელმწიფო 1991 წლის 9 აპრილს. ესე გამოვიდა. ზუსტად გამოცხადებული დამოუკიდებლობა და მიშა შექმნილი ქართული სახელმწიფო ემსახურება ივანიშვილის კლანურ გარჩევებს და ფულის ამოღებას. ამ კვირის ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტუალური თემა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლევან დავითაშვილის სუსში დაბარებაც, ისე როგორც სუსის განცხადება, რომელიც მან გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს მოაყოლა. გამოკითხვის შინაარსის არასწორი ინტერპრეტაციაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და სპეკულაციაში დაადანაშაულა მამუკა მდინარაძის უწყებამ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამავე დროს ვიცე-პრემიერიც იყო. რას უნდა ნიშნავდეს უკვე ეს ყველაფერი, ესეც რომ გითხრათ და, რა ვიცი, იმის გათვალისწინებით, რომ მათი გუნდის არაერთი ლიდერი გაუშვა ქართულმა ოცნებამ ციხეში, ხომ არ უნდა ელოდებოდეს ლევან დავითაშვილი, რომ სავარაუდოდ თავადაც შეიძლება ამოხოს ციხეში თავი. არ ვიცი, ლევან დავითაშვილი ზოგადად ქართული ოცნების რაღაც ტექნოკრატული ფიგურა იყო წლების განმავლობაში, რომელზეც დადიოდა ხმები, რომ იყენებდნენ ამერიკელებთან სასაუბროდ.
და მისი როლი ყოველთვის ის ქართულ ოცნებაში ამით პოზიციონირებდა, რომ აი თქვენ არ გელაპარაკებიან და მე მაინც მელაპარაკებიან აი ამ ბიზნესმენების წყალობით, როგორც ეკონომიკის მინისტრს და ლევან დავითაშვილი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მათ შორის ახლო გარემოცვის წევრიც. ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას კი ვხედავთ რა ემართება. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის იმ მასშტაბის ფიგურა იმ ტექნოკრატულ სისტემაში, რომელიც ვერ აცდება ან მოპარული ფულის უკან დაბრუნებას, ან ციხეს, ან ორივეს ერთად. იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში ხო ეს მიმდინარეობს. უხეშად ეს გავს ძალიან კომუნისტურ პერიოდს, როდესაც ვასილ მჟავანაძე შეცვალა ედუარდ ჩევარნაძემ, რომელმაც დაიჭირა თავის დროზე აი ეს ანტიკორუფციული დროშა და ანუ სინამდვილეში საწყისი იგივე დარჩა, ანუ ბიძინა ივანიშვილი იგივე დარჩა, უბრალოდ ირაკლი ყობახიძე და მამუკა მდინარაძე ასრულებენ სხვა როლს, ანუ მან იქამდე ვინც იყო ამ სისტემის შემქმნელი და ნაწილი, ყველას ანადგურებენ და ჭამენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ თან ამასაც აქვს მნიშვნელობა, რომ არსებობს ქართულ ოცნებაში არსებობს ორი ფრთა უხეშად რო გავყოთ. ერთი არის 2012 წლის ოცნება, ანუ ვინც გამარჯვებაში მიიღო თავის დროზე მონაწილეობა და ხელისუფლებაში მოყვანაში, ეს არის რაღაცა ძველი დეპუტაცია თეატრულუკიანი ასე შემდეგ და არის მეორე ფრთა, რომელიც ამ გამარჯვების შემდეგ შემოვიდნენ უხეშად 2014-15-16 წლიდან. ფაქტია, რომ ეს მეორე ნაკადმა იმძლავრა ძველ ქართულ ოცნებას და მხედავთ ამ ურთიერთდაპირისპირებას. თქვენ რა გონიათ ახლა ამ ფასებთან დაკავშირებული რაღაცა PR კამპანიის უსუსურობის მთავარი საფუძველი რა არის? რომ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დალაგებული ბიზნესები, რომელსაც მათთან მიქონდათ წილი, ეხლა უნდა მივიდეს სხვაგან, სხვა სალაროშია წასაღები. აგერ მე და აგერ თქვენ კონკურენციის ეროვნული სააგენტო და ის სხვადასხვა აქტორები, რომლებსაც ხშირად ახსენებს ქართული ოცნება, ბოლოს ვისთან მივა მათი კვალი, ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან. იტყვიან, რომ დიახ, აი ისინიც ძარცვავდნენ ქართულ ხალხს. ერთი მაღალჩინოსნის მხილება მოხდა უშუალოდ კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულში და სახელმწიფო სისტემაში კორუფციის მასშტაბსაც მინდა დაუთმოთ რამდენიმე წუთი, მით უფრო რომ აი გუშინაც გაიმართა სუსში ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ მხოლოდ დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 13 სისხლის სამართლის საქმეზე 29 პირის პასუხისგებაში მიცემა მოხდა, როგორც მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული შუა რგოლის კორუფცია. რას აჩვენებს მხოლოდ დღე-ნახევარში გამოვლენილი ამდენი რიცხვი ქრთამის და კორუფციის ფაქტზე 29 პირის პასუხისგებაში მიცემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და რა მასშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში? ელიტური თუ კორუფცია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესულია ყველა რგოლში. მოდით მე ესეთ შეკითხვას დავსვამ. 2020 წელს და მე მგონი თუ არ მეშლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. შტაბის ხელმძღვანელი ვინ იყო ქართული ოცნების? იყო ირაკლი ყობახიძე, ხო? ჰელსინკის კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხო დაწერა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია ფინანსდება შავი ფულით და პირდაპირ ეწერა, რომ საუბარი იყო კოლ-ცენტრების ფულზე. მე მაქვს მარტივი შეკითხვა. ირაკლი ყობახიძე, როდესაც იყო ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი და ხარჯავდა ლილუაშვილის მიერ მიტანილ შავ კორუფციულ ფულს, ამაზე რა პასუხისმგებლობას იღებს? ანუ ნახეთ, ქართული ოცნება თვითონ ადასტურებს, რომ გრიგო ლილუაშვილი და ფარცხალაძე ლობირებდნენ კოლ-ცენტრებს, ხო? ჰელსინკის კომისია წერდა, რომ დიახ, ქართული ოცნება კამპანიას იფინანსებს კოლ-ცენტრების ფულით. მიზანშედეგობრივი კავშირი არსებობს. უბრალოდ ამ ფულს ვინ ხარჯავდა? შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ყობახიძე. ირაკლი ყობახიძე იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უცხოელი პენსიონერებით ნაძარცვი ფულით დააფინანსეს საარჩევნო კამპანია. ესეთი მე არაფერი არ გამიგია. ეს ხალხი გარედან არ მოსულა, იმ სისტემის ნაწილი იყვნენ. პასუხისმგებლობას იღებენ გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნაზე, ირაკლი ყობახიძის ორჯერ დანიშვნაზე პარლამენტში. ხო იყო უმრავლესობის ლიდერიც იყო ასე შემდეგ. თავად ირაკლი ყობახიძე რაზე იღებს ეს კაცი პასუხისმგებლობას? ქართულ ოცნებას როგორ გამოყავს, იცით? რომ სულ წელიწად ნახევარია ქვეყანას მართავენ. ანუ ირაკლი ყობახიძის პრემიერობა აღმოჩნდა, რომ ყოფილა ქართული ოცნების ათვლის წერტილი.
Deep State-ის ერთი აგენტი პრეზიდენტად, მეორე აგენტი პრეზიდენტად, call-ცენტრების ხელმძღვანელი, სუსის უფროსად, ჯარის მძარცველი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ორჯერ ნაპრემიერალი და პარტიის თავმჯდომარე ყოფილა კორუმპირებული ირაკლი ღარიბაშვილი და ჯამში, საბოლოო ჯამში ნაციონალურ მოძრაობას სხვა რას ამბობდა. უბრალოდ ჩვენ ვათვლით, რომ ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილიც არის ამ სქემის ნაწილი და უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. თორე მე იმის ხანდახან სასაცილო ირონიაც უნდა შეერიოს ამ საკითხს. ღარიბაშვილს და ლილვაშვილს და ამ ხალხს ალბათ რის გამოც ეშინოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოbrunება, იმას უარესი უკნეს. თავის თავს პოლიტპატიმრებსაც ვერ ეძახიან. აი ამ კონცეფტს ხო ეშინოდათ, რომ ნაცები მოვლენ და გაგვასამართლებენ. და ირაკლი კობახიძემ გაასამართლა ისე რომ ვერ ამბობენ, რომ ბოდიშ ვიხთით, მაგრამ პოლიტპატიმრები ვართ. ამასაც ვერ ამბობს ეს ხალხი. შესაბამისად, ქართული აქ ვხედავთ ერთ რამეს, რომ კორუფციას კი არ ებრძვიან. ერთი ჯიბიდან მიდის მეორე ჯიბეში და ივანიშვილს აქვს მეორე პრობლემა. ვიღაც რო აგროვებს 300-400 მილიონს, მისთვის ხდება სახიფათო. რომ 300 და 400 მილიონი რომ აქვს კაცს და უცებ რომ გულზე ელდა ეცეს და გადაწყვიტოს რომ მოდი ივანიშვილი წინააღმდეგ წავიდე, სერიოზული მოთამაშეა ძალიან და ამიტომ ის ფული მხოლოდ ბატონთან უნდა მიდიოდეს. აი კოლ-ცენტრებზე მინდა ერთი კითხვის დასმა აქცენტირებულად, თუმცა იქამდე გუშინ ბერდია სიჭინავა იყო თავის სტუდიაში ჩემი სტუმარი, რომელიც თავის მხრივ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელია და აი მანაც რეალურად თქვა ის, რაც თქვენ გააჟღერეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ კოლ-ცენტრები გამოიყენებოდა პარტიული შავი სალაროს შესავსებად კონვერტების დასარიგებლადო, ასე განაცხადა ბერდია სიჭინავამ. რაც შეეხება ხო თვითონ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ საკითხს, ამ საქმეზე კითხვის დასმა მინდა გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმესთან მაღალი თანამდებობის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სახელები და გვარები ჟღერს, ხო? ერთი მხრივ ოთარ ფარცხალაძე, მეორე მხრივ გრიგოლ ლილუაშვილი. აი თუ კი ფარცხალაძის და ლილუაშვილის სტატუსებს გავითვალისწინებთ და ერთი იყო გენერალური პროკურორი და მეორე სუსის ხელმძღვანელი და საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, რომლის შედეგად სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე დაზარალდა, ხო? აი მინდა კითხოთ, რა ტიპის გამოწვევების წინაშე აყენებს ეს საქმე თვითონ ჩვენს ქვეყანასაც? ეს არის უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა. ამავე დროს მე მაქვს მარტივი შეკითხვა. გვაჩვენონ რა ამ კოლ-ცენტრში დასაქმებული სამწუხაროდ ახალგაზრდები, რომლებიც დაისაჯნენ კოლ-ცენტრებში მუშაობის გამო. ამდენი კოლ-ცენტრი ხო მუშაობდა და მუშაობს. სად არის ხალხი? ლილუაშვილი იჯდა და თვითონ რეკავდა თუ ღარიბაშვილი იჯდა თუ ფარცხალაძე იჯდა. ანუ იქ ხო ხალხი მუშაობს. აქ ხო ასობით და ათასობით ადამიანზე გვაქვს საუბარი. ეს გასამართლებული ხალხი სად არის? აი ის ადამიანი, რომელიც რეკავს და მოხუც ართმევს ფულს მოტყუებით. იმ ხალხს რატო არავინ არ იჭერს? იმიტომ არ იჭერს სპეციალურად გადამზადებული ოპერატორი. არა, ეს ხალხი იმ ხალხს არავინ არ დაიჭერს. ერთი უფროსები ეცვლებათ მხოლოდ და მხოლოდ. ანუ ადრე თუ რეკავდნენ ლილუაშვილის გამო, ეხლა დარეკავენ სხვა უფროსის გამო. ანუ კოლ-ცენტრი რჩება? რა თქმა უნდა, აბა სად არის? მაშინ ათასობით ადამიანი უნდა იყოს დაკავებული. თუ ეს სამნი ისხრა და სამი კაცი რეკავდა მთელ მსოფლიოში. სად არის ეს ხალხი? სად? პროკურატორ თუ არ იციან. უბრალოდ მათ იციან, რომ ეს უმძიმესი საერთაშორისო სკანდალი იყო და დასწრებაზეც თამაშობენ. ანუ ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ ეს კოლ-ცენტრების ფული ეხლა უნდა მივიდეს სხვა პატრონთან და მეორე არის, რომ საერთაშორისო მასშტაბით ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ ვიღაცის თავი გადაეკდო და გადააგდო სუსის ყოფილი უფროსის თავი, რომ თქვა, რომ ამას მოუპარეა, მე არ ვიცოდი ეს. და აგერ დავიჭირა, გადაუარე, გავასამართლე. ბოდიშ გიხდით. აი ამას აკეთებს ქართული ოცნება და მე კიდე უბრალოდ მე სხვადასხვა ეს კითხვა მაქვს კოლ-ცენტრებზე საუბარი არ დაწყებულა 2020 წლის მერეც მანამდეც იყო შეიძლება ნაკლები მასშტაბით მაგრამ მანამდეც იყო და გიორგი გახარია რომელიც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და შემდეგ პრემიერ-მინისტრი და როგორც ჩანს გადასარევად იცნობენ იმ პრაქტიკას რასაც ქეში ფულის გადაცემა ქვია იმ შავი სალაროდან ჩემი აზრით მათაც ეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა. ანუ გახარიას მიმართაც აჩენს კითხვებს. ანუ მე გახარიას მიმართ უფრო ეს განცდა მაქვს, რომ მას არავინ არაფერს არ ეკითხებოდა იქ. და როგორც 20 ივნისს არ კითხეს არაფერი ისე დაარბიეს, ისე არ ეკითხებოდა, მაგრამ მაშინ თუ არავინ არ ეკითხება არაფერს არ წყვეტ და არაფერი არ იცი, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის რომ არ იცოდნენ.
და ახლა თუ არაფერი არ იცი და შესაძლოა მინისტრი იყავი და პრემიერ-მინისტრი იყავი, მაშინ ტყემლის ხეზე იჯექი და მას რა ქვია, ბლისკურკებს ყრიდი რა აქიდან. ლევან ბოლოსკენ გავდივარ და ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა მოვასწრო კითხვის დასმა ელთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დაკომპლექტებულ ექსპერტებზეც, რომლებიც რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებიან და როგორც ვიცით, ექსპერტებმა დაიწყეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა, მათ შორის ინფორმაციის მისაღებად შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებს. ალბათ ნაციონალურ მოძრაობაც იქნებოდა, ხო, ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი, შესაბამისად გითხარით, რა კითხვები გქონდათ და მეორე მხრივ რა იყო თქვენი სათქმელი? ნამდვილად მე შემიძლია ვთქვა, ხა საუბრის დეტალებს ვერ შევეხები, იმიტომ რომ ამის თქმის უფლება მე არ მაქვს, ჩვენგან იყო შესაბამისი წარმომადგენელი, მაგრამ ამავე დროს რისი თქმა შემიძლია, რომ ეს მისია მუშაობს ძალიან ინტენსიურად, აგროვებენ ყველანაირ დოკუმენტაციას, მტკიცებულებებს, განსაკუთრებით 2024 წლის შემდეგ სისტემური წამების იმ შემთხვევებზე, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ დაიწყო და მიმდინარეობს, რამდენადაც ვიცი, ძალიან აქტიური პროცესი, ძალიან საქმიანი პროცესი, უამრავი დაზარალებული, უამრავი მსხვერპლი ხდება შესაბამისი მისიის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ კონკრეტულ მექანიზმს ექნება რეალური ასახვა, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, იმიტომ რომ ერთია, როდესაც პოლიტიკური პარტიები იქნება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ან ინდივიდები აწვდიან ინფორმაციას სხვადასხვა არხით, მეორე არის, როდესაც სისტემურად ხდება ამის შესწავლა და ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, როგორც არის EUTO, უკვე შესაბამის დასკვნას და დოკუმენტს გამოაქვეყნებს, რომელიც იქნება გზამკვლევი უამრავი სახელმწიფოსთვის, ბევრად უფრო ხისტი ზომების მისაღებად ქართული ოცნების საწინააღმდეგო. ექსპერტებმა ასე ვთქვათ, გამოკითხეს და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, თავად აქციაზე დაზარალებულები, ადამიანები, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, მათ შორის ჩვენება მისცა ჟურნალისტმა გუკა როგავამ და რადგან გუკა ვახსენეთ, აქვე შევეხოთ იმ მძიმე სურათსაც, რაც ზოგადად მედია ბაზარზე შეიქმნა, დახურის პირას მივიდნენ კრიტიკული ტელევიზიები, მათ შორის გუკა როგავაც დაემშვიდობა გუშინ ტელეკომპანია ფორმულას. აი შეაფასეთ ეს მძიმე რეალობაც და აქვე კიდევ ერთი კითხვა, მოქმედების რა არეალი რჩება უკვე კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, რათა მისი ხმა ისროდეს? მე მგონია, რომ ერთადერთი რაც რჩება, ეს არის კონსოლიდაცია. მე უფრო კრიტიკულადაც ვიტყოდი გაერთიანება, მაგრამ ნუ რაღაც სეგმენტი არსებობს, ვისაც ამ სიტყვის ეშინია და მე არ ვიცი რა იწვევს ამში. ფაქტია, რომ ივანიშვილისთვის ახლა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეიძლება უფრო მეტადაც თავი პრობლემა არის მედია და ყოველთვის ესე იყო. და მედიას ის ასუსტებს ძალიან გეგმაზომიერად და ეს არ არის რაღაცა მხოლოდ ფიზიკური რეპრესიებით გამოწვეული. მათ შორის გურამ როგავასთან მიმართებაში ჩვენ გვახსოვს ადამიანის სოციალურობრივად გადაურჩა სიკვდილს. ისეთი ფინანსური წნეხია, რომ მე მართლა ძალიან მორიდებით დავდივარ რიგ ოპოზიციურ, უბრალოდ დემოკრატიულ ტელევიზიებში, იმიტომ რომ ვიცი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, იღებენ, ოპერატორები არიან, ხმის რეჟისორები არიან, ფაქტობრივად არ აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღონ ანაზღაურება. აი ამ მდგომარეობამდე არიან მისული ადამიანები. და მართლა სამოქალაქო გმირობის მაგალითია, რასაც დღეს დემოკრატიული მედია წევს ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, იმიტომ რომ ისინი ფაქტობრივად უსაწყიდლოდ მუშაობენ უკვე. იმდენად დაამძიმა ივანიშვილმა, ანუ ერთი არის, რომ უცხოეთიდან სხვადასხვა სახის დაფინანსება თუ შეიძლება ქონოდათ უმეტესად საუბარია ბეჭდურ მედიაზე ან ონლაინ მედიაზე, რომ მომხდარიყო მათი გაძლიერება აღარ არის. მეორე რაც შეეხება სატელევიზიო მედიას, ისე ყავთ ბიზნესები დაშინებული, რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ბედავდნენ ოპოზიციურ არხებში საკუთარი კონტრიბუციის შეტანას, ლეგალური თვალსაზრისით, ანუ რეკლამის განთავსებას, ამის შიშიც აქვთ ადამიანებს. ახლა ეს სიმართლე ხო უნდა ითქვას. და როდესაც შეიძლება ის კანონმდებლობა რიგ ოპოზიციურ აქტორზე, მედიის წარმომადგენლებზე არ ახდენდეს გავლენას, ესე გონებრივად და მორალური თვალსაზრისით ისინი მაინც მედგრად იყვნენ, მაგრამ ბიზნესს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ფინანსური რესურსები, კრიტიკულ რაღაცა პრობლემებს უქმნის, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმად. ამიტომ აქ მე ამას დავამატებდი, აქ მე გამოსავალთ ისევ მიმაჩნია, რომ მათ შორის მედიების მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, ამაზე უფრო აქტიური საჯარო საუბარი არის საჭირო, ერთია რაც
ვიცით, ანუ მედიებს რო უყურებ, ხშირად თვითონ ისინიც არაჩენენ იმ პრობლემატიკის 90%, რომელიც აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება უფრო გულწრფელი და გულახდილი საუბარი და ნამდვილად არ არის სასირცხვილო, რომ თქვა რა ვითარებამდე არის მისული ავტოკრატიის პირობებში მედია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულებრივი მაყურებლის მხრიდანაც საკმაოზე მეტი დახმარება იქნება. მადლობა ლევან. დიდი მადლობა თქვენ. დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ლევან სანიკიძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ თენგო და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ თენგო, გაცემის ეს ნაწილიც მინდა გავხსნათ ლელოს გაწყვეტილებაზე საუბრით, ბრძოლა გააგრძელოს როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. ლელო მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს, შესაბამისად ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ხაზარაძის ძალა გთავაზობთ, ეს არის კოორდინაცია. არის თუ არა დიდი განსხვავება კოორდინაციასა და ერთგუნდად შეკვრას შორის და როგორ აისახება ლელოს გადაწყვეტილება აი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის იმ პროცესზე, რასაც რამდენიმე პარტიის მხრიდან უკვე რამდენიმე თვე აქვს ადგილი. მე ლელოს ამ შემთხვევაში ვეთანხმები კიდევაც. თვითონ იცის ლელო მის შესახებ არის ეს პროცესი. უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ შემოერთებაზე უარი თქვას, რა ვიცი ეს პარტიული ინტერესია თუ სხვა რაღაც მოტივები ამოძრავებთ, თუმცა ერთგუნდად შეკრებაზე საუბარი ისედაც არ არის. ანუ ლელო თუ შიშობს, რომ პარტიული განსხვავებების შთანთქვა მოხდება და რაღაც ერთგვაროვანი მასის ფორმირება იქნება ამ პროცესის შედეგი, მაშინ ძალიან ცდება პირიქით. დემოკრატიული პარტიები ვთანხმდებით ერთიან დემოკრატიულ სტრატეგიაზე რეჟიმის წინააღმდეგ და მათ შორის ქცევის წესებზე, ანუ რა დაკვეთა გააჩნია საზოგადოებას და როგორ უნდა იქცეოდნენ დემოკრატიული პარტიები ერთმანეთთან ურთიერთობაში. და ეს შეთანხმება მოიცავს სწორედ იმას, რომ იმ ნაწილში, სადაც შეთანხმება არსებობს, ანუ წინააღმდეგობის გზასთან დაკავშირებით ერთი სტრატეგიით ივლიან პარტიები, მაგრამ იქ სადაც იდეოლოგიური განსხვავებებია პარტიებს შორის, ან ტაქტიკას შორის, რაც არ არის შეთანხმების ნაწილი, იქ რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტია საკუთარ იდენტობას შეინარჩუნებს. ეს არათუ გვერდითი შედეგი იქნება ამ პროცესის, ეს გამიზნულად, ანუ მიზანია ამ ურთიერთობის, რომ პარტიებმა განსხვავებები შეინარჩუნონ, რადგან ესე უფრო მარტივად გახდება შესაძლებელი საზოგადოების განსხვავებული არც განიხილება თვითონ პარტიული, ასე ვთქვათ, ერთ გუნდად გაერთიანება, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა სწორედ იმის აუცილებლობაზე, რომ ყველა პარტია ჩასხდეს ერთ ნავში და ერთად მოусვათ ნიჩბები ერთი მიმართულებით. არა, ეს რა თქმა უნდა არ არის ამ ეტაპზე შეთანხმების საგანი. მე მომავალთან დაკავშირებით ეხა პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, ამიტომ ამ ვარიანტს, რაზეც ზურამი საუბრა, ზოგადად არ გამოურიცხავ, თუმცა ძალიან მეეჭვება. დღის მდგომარეობით მიდის საუბარი ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმებაზე და ქცევის წესებზე. აი რა შეხება ამ ქცევის წესებს, ბატონო, ამაზე ჩაგეკითხებით, ხომ არ გაგიგრძელდათ ამ ქცევის წესებზე შეთანხმება და რატომ ვერ ხდება ამ სტრატეგიის უნდა ყოფილიყო გუშინ და გუშინ წინ გაკეთებული იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საზოგადოება აგერ 15 თვეა რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში იბრძვის და პოლიტიკურ სპექტრს ამისთვის ფეხი უნდა აება და უკვე უნდა ეჩვენებინა გარკვეული ალტერნატივა რა იქნებოდა რეჟიმის ჩანაცვლების შემთხვევაში. ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია, მათ შორის ისიც, რომ ზოგადად ავტოკრატიულ რეჟიმებში ოპოზიცია ყოველთვის სუსტია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და ის პროპაგანდიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს ერთმანეთთან დაპირისპირებულიც, ან უჭირდეს ერთმანეთთან კონტაქტი, ან არ ქონდეს ერთმანეთთან თანამშრომლობის გამოცდილება, ან ქონდეს ნეგატიური თანამშრომლობის გამოცდილება და აი ამ ყველაფრის გადალახვა მოგვიწია ამ შეთანხმების მომზადების პროცესში და ამიტომ გაგრძელდა სამწუხაროდ და ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ არაერთი ლიდერი იმყოფებოდა და დღესაც იმყოფება ივანიშვილის სატუსაღეში, რაც ართულებდა, რა თქმა უნდა, ამ კონსენსუსის პროცესს, მაგრამ იმედიანად ვარ განწყობილი, რომ
ანუ ძალიან დიდი ნაწილი იმ შეთანხმების, რასაც ხელი უნდა მოეწეროს, უკვე შეჯერებულია, არსებობს ზეპირსიტყვიერი თანხმობა ამ სადაკავშირებით, ეხლა მე ის დეტალების გარკვევის პროცესი. ამ სტრატეგიაზე, ქცევის წესებზე შეთანხმება, ესეც მინდა გკითხოთ და რატომ არ შეიძლებოდა რომ ამ პროცესის გვერდისავლით პირდაპირ რაღაც ქმედით სამოქმედო ფორმატებზე ეფიქრა ოპოზიციას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხომ არ იკარგება მართლაც ძალიან ბევრი დრო ამასობაში, გადის არ მხოლოდ კვირები, მაგრამ მიუხედავად იმისა, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. და ბოლოდან დავიწყებ თქვენი კითხვის პასუხს, რატომ არის მნიშვნელოვანი, როცა მაგალითად ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ახსოვს რიგი შეთანხმებებისა იქნებოდა ეს წინასაარჩევნო თუ რაღაცა, სადაც დაჯდებოდნენ და ორ დღეში ერთმანეთს ხელს ჩამოართმევდნენ. ქაღალდზე ხელს მოაწერდნენ და ფოტოებს გადაიღებდნენ, ანუ შემდეგ გვახსოვს ასევე თუ როგორ გრძელდებოდა ეს გაერთიანებების ისტორია და ეს შეთანხმებები იმ ფურცლის ფასიც არ იყო, რომელზეც იწერებოდა სამწუხაროდ. და აი ამ ესეთი წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ თავიდანვე არ იყო გათვითცნობიერებული, რასთან დაკავშირებით არის შეთანხმება, ან სულ რაღაცის გამო გამოწვეული იყო. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რაც ეხლა ამ ჯერზე კეთდება. თუ როგორი ურთიერთობა არის აუცილებელი პოლიტიკურ პარტიებს შორის, იმიტომ ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში გარკვეულწილად ფრუსტრაციას იწვევს, როცა არ ესმით თუ რის შესახებ შეიძლება დაობდნენ ოპოზიციური სპექტრები, მაშინ როცა ჭალებში ვიტყვი, რუსეთს ვებცვით, ხო? და ეს ადამიანებში იწვევს ფრუსტრაციას, რომ ესენი ვერაზროს ვერ შეთანხმებიან. ამიტომ პოლიტიკური სპექტრის მოვალეობა არის აჩვენოს, რომ მას შეუძლია კონსენსუსის მიღწევა განსხვავებული პოზიციების მქონე პოლიტიკურ პარტიებთან და ამას უნდა ქონდეს საფუძველი. და იმისათვის, რომ მხოლოდ დღეს არ მოვაწეროთ ხელი და ხვალ არ აყირავდეს შეთანხმება, ზუსტად არის გასარკვევი, რას ეხება ეს კონსენსუსი, რასთან დაკავშირებით არის სრული თავისუფალი კონკურენცია, რამაც ეს პოლიტიკური პარტიები და მათი პარტიული მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს და შესაბამისად პროტესტსაც გააძლიერებს და ამ დეტალების ჩაშლა იყო აუცილებელი და ამიტომაც გაიწელა ცოტა პროცესი. იმიტომ განსხვავებული ინტერესები ხო გესმით, რომ ძალიან ბევრი ინტერესი შეიძლება შემოვიდეს ამ პროცესში, როცა 8-9-10 პარტია არის მონაწილე. კარგი. ბატონო, დრო რომ სწორად გავანაწილოთ ამ კვირის სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხოთ, მათ შორის პირველ რიგში გითხარით, როგორ აფასებთ გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და შესაბამისად ამის საფუძველზე მის გათავისუფლებას. აი, მხოლოდ ეს кейსი და ეს შემთხვევა, ბაჩიაშვილის შემთხვევა, თავი რომ დავანებოთ თქვა სხვა საქმეებს, რომელთა მიმართებაშიც ასევე კითხვები არსებობს, რას გვეუბნება საქართველოზე როგორც ასე ვთქვათ სამართლებრივ სახელმწიფოზე და აქვე კიდევ ერთი კითხვა იმ გამოხმაურების გათვალისწინებით, რაც სოციალურ ქსელებში ახლავს ამ ამბავს. პროკურატურის ცნობით გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აანაზღაურა ზარალი ამ ინფორმაციის ფონზე კი ეს დღეებია ვისმენთ უკმაყოფილო პირთა პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ თუ სადაო თანხის გადახდა აუქმებს დანაშაულს, მაშინ იგივე ლოგიკით აგერ აქციაზე დაპატიმრებული ბიჭებიც გადაიხდიდნენ 300-400 ლარს, რომლებსაც პარლამენტის ჯებირის დაზიანებას ედავებიან და მოკლედ ისინიც გამოეშვათო. მართლაც ეს რამდენად სამართლიანია და რამდენად აუქმებს სადაო თანხა დანაშაულს? ხო, საშინელი პრეცედენტია, თუმცა ჩვენ უკეთესის მოლოდინი არ უნდა გქონდეს, ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს, რადგან მათ ჩაიფიქრა, მოიგონა თუ ქონდა ესეთი განცდა, რომ ბაჩიაშვილი ძალიან სოლიდური თანხა აქვს მისთვის ასანაზღაურებელი და ეს მისი წილი იყო იმ რაღაც საერთო ბიზნესიდან და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, რომელმაც საკუთარი ფულის გამო ქვეყნის ეროვნული ინტერესები დააყენა დარტყმის ქვეშ, საკუთარი ფულის გამო ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანის გზავნილი არ მიიღო და არ შეხვდა ელჩს და ეს ღიათ აღიარა, შემდეგ თქვა, რომ მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეხვდები და მათთან არ მექნება კომუნიკაცია მანამ სანამ ჩემი ფინანსური პრობლემა არ იქნება მოგვარებული ხო deep state და ვიღაცებს ხო აბრალებს, ანუ ფაქტობრივად იგივე თანხაზე მიდიოდა დავა კერძო პირ ბაჩიაშვილთან და იმის მოლოდინი რა თქმა უნდა მქონდა, რომ სრულიად დაუნდობელი იქნებოდა და ზუსტად ესე განვითარდა, ხო? მოიტაცა
სხვა ქვეყანაში სავარაუდოდ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად. ანუ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კი არის მაშინ თავისი დუქანია, მოქმედებს როგორც საერთაშორისო ტერორისტი და მაფიოზი, რომელსაც ეს თავისი ქსელი გააჩნია, ჩამოიყვანა მისი სოციუმის ოჯახის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და იქამდე ყავდა ციხეში, სანამ არ აიძულა დათმობაზე წასულიყო და ნუ გადაინფორმებია. აი ამ ზარალის ანაზღაურებას რაც შეეხება რიგი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი ფიქრობს რომ იგივეს ეუბნება ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად ქართული ოცნება ყველა სხვა ყოფილ მაღალჩინოსანს რომელიც დღეს პატიმრობაში იმყოფება თუ უბრალოდ არის ბრალდებული ეუბნება აი გადაიხადე და წადის სახში ეს 100-ია თქვენი აზრით აი რით გავს ან რით განსხვავდება ბაჩიაშვილის საქმე ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებისგან და ბაჩიაშვილის ციხიდან გათავისუფლების ფონზე რამდენად უნდა კონდეთ ხვებსაც მოლოდინი რომ მომავალში მათი გათავისუფლებაც მოხდება თუ კი ისინიც გადაიხდიან იმ თანხებს რასაც იდენტური შემთხვევებია იმის გათვალისწინებით რომ არც ერთი ქართული ოცნების ჩინოსანს მაღალჩინოსანს ციხეში წასვლის სურვილი არ ქონდა და შეიძლება წინასწარაც დაალაგებულიყო ამის მცდელობა რამდენადაც ვიცით სანახევროდ საჯაროც არის ღარიბაშვილსაც ქონდა ყოფილ პრემიერს და მას ქონდა მოლოდინი რომ გარკვეულ თანხებს გადაიხდიდა და ბიძინა ივანიშვილი თავს დაანებებდა თუმცა ეს არ მოხდა ეს სადამსჯელო ოპერაციაც არის ამიტომ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები რომლებიც სისტემამ უკვე გაწირა და დღეს მდგომარეობით არ ჭირდება ხო ეს რეპრესიები გაგრძელდება მათ წინააღმდეგ და მხოლოდ ფულით ამათ ვერ მოაგვარებენ რაც შეეხება სინდისის პატიმრებს სადაც ბაჩიაშვილის შემთხვევასთან პარალელის გავლება შეიძლება ხო ჩემი სოლიდარობა ყველას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დატუსაღებულ ადამიანებს მათ შორის მათ საქციელზე და მათ პრინციპულობაზე დგას დღევანდელი პროტესტი და თუმცა მე არ ვხედავ რომ ეს არის რაღაც მსგავსი შედარება რომ აი ზარალის ანაზღაურება იქ ზარალის ანაზღაურება აქ ერთი ის რომ ბაჩიაშვილმა დანაშაული აღიარა ანუ შეიძლება საერთოდ არ თვლიდეს რომ დანაშაული ჩაიდირა მაგრამ მაინც აღიარა ცირკო რომ გამოსულიყო და ეს სინდისის პატიმრების პრინციპული პოზიცია რო არ გააკეთონ ძალიან დასაფასებელი და ძალიან საამაყო და მეორე ის არის რომ ანუ სულ სხვა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება მათ ედავებიან რომ თითქოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები იყო ან რაღაც არეულობები სხვა ვითარება ეს უფრო სამოქალაქო დავის ამბავი იყო ამიტომ მხოლოდ ზარალი უბრალოდ აბსურდის საჩვენებლად რა თქმა უნდა საკმარისია პარალელის გავლება როცა 400 და 500 ლარიან ჯებირის დაზიანებაზე ადამიანი წლები ციხეში არიან და იქაც კი ბრალი არ არის დამტკიცებული ამიტომ გამძლეობა მათ მაგრამ არ ვიცი ხა ბაჩიაშვილის გზით წასვლას არ ურჩევ არავის კეთილი, რადგან აქციაზე დაპატიმრებული მომიტინგეები ახსენეთ, აი ანდრო ჭიჭინაძეს დაუთმოთ რამდენიმე წუთი, მით უფრო რომ გუშინ ჩამოხსნეს რუსთავი 2-ის სატელევიზიო პროექტის გამო, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, სწორედ მსახიობის ბანერი ახალი თეატრის ფასადიდან, რასაც ვიცით რომ ხმაური ახლდა საბოლოოდ მსახიობის კოლეგებმა მხარდამჭერებმა ბანერი ახალი თეატრის შენობაზე მაინც გადმოკიდეს თუმცა სხვა ადგილას და აი ამ დროისთვის თეატრის ასე ვთქვათ წინა ფასადზე რუსთავი 2-ის 2 ბანერის გვერდით მაინც არის ანდრო ჭიჭინაძის ბანერიც გადმოკიდებული როგორ შეიძლება შეფასდეს ის რომ აი ბანერიც კი მიუღებელი და პრობლემაა არ ვიცი ხელისუფლებისთვის უნდა დავაკავშიროთ თუ არა ამ ამბავთან ხელისუფლება თუ თვითონ რუსთავი ორთან მიმართებაში უნდა დავსვა ეს კითხვა ყოველ შემთხვევაში მოცემულობა არის ის რომ არა თუ ხმის ამოღება და ხმაური არამედ ჩუმად ჩამოკიდებული ბანერიც კი რეალურად მართლაც წარმოადგენს პრობლემას ჩუმად კი არის ბანერი ჩამოკიდებული მაგრამ ის ძალიან ყვირის და ყურადღებას იქცევს ანუ ის არის სიმბოლო განასახიერებს ადამიანს რომელმაც საკუთარი პირადი ყველაფერი გადადო და წესიერად მშვიდობიანად დაუპირისპირდა იმ რეჟიმს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს და არანაირ შეთანხმებაზე არ დათანხმდა და ბოლომდე წავიდა ამ გზაზე. ანუ ეს არის მაგალითი
ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც წესიერებაზე შეიძლება კონდეს პრეტენზია და ამიტომ არის ეს ბანერი მისთვის ხმაური არის. ზუსტად იგივე ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩვენ ის შეცვლილი კანონმდებლობა, რომლის მასშტაბითაც უკვე რუსეთის ფედერაციასაც გადავასწარით, ანუ სიმკაცრის თვალსაზრისით, ის რომ მაგალითად არ აღიარებაზე თუ შენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურად აღიარებ, ხო? ესეც ამ ოპერიდან არის, ანუ არ შეიძლება გამოხატვა იმ ეროვნულობის, პატრიოტიზმის, იმ სულისკვეთების ბრძოლის სურვილით, რადგან აი ესეთი მაგალითად ანდროს მაგალითი და ზიას მაგალითი და სხვა სინდისის პატიმრების მაგალითი, ანუ გადამდებია ესეთი პრინციპულობა, თანმიმდევრულობა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ეს უნდა მოიძირკოს ყველგან. ამიტომ არ უნდა არსებობდეს რაღაც ნაწილი საზოგადოებაში, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ არ გაღიარებ და აი ამ ჩემი უფლებისთვის მე ქუჩაში გავდივარ და იქ შეგეწინააღმდეგები. იგივე საკეთებდა საბჭოთა კავშირი, გავიხსენოთ რაზე იჯდა გამსახურდია და კოსტავა, ხო? ანუ საბჭოთა წყობას, საბჭოთა რეჟიმს არ აღიარებდნენ. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დღეს ცოცხლები რო იყვნენ, ბიძინა ივანიშვილი ჩაყრიდა ციხეში. ორჯერ ორია ეს. ბატონო, რუსეთი ახსენეთ რამდენიმე წამის წინ და მოდით კიდევ ერთ საკითხზე დაგისვავთ კითხვას, რომელიც აი აქტუალურია სწორედ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში და ამით დაგემშვიდობებით გულისხმობ საქსტატის მონაცემებს, რაც ბევრისთვის საჩენს კითხვებს, კერძოდ ოფიციალური ინფორმაციით 2026 წლის იანვარში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაშიც ლომის წილი აქვს ნავთობის და ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოს ნავთობის წარმოება და უცხოეთში გაყიდვა დაიწყო, კერძოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნულ სექტორში ზრდამ 3000%-ს გადააჭარბა და ვუთხრათ მაყურებლებს ისიც, ვიდრე კითხვას დაგისვავთ, რომ საქართველოში ექსპორტისთვის საჭირო ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა გასული წლის ბოლოსკენ ყულევში ამოქმედდა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნედლ ნავთობს ყიდულობს და მას გადაამუშავებს. აი რა კითხვებს აჩენს საქსტატის მონაცემები, რა ნავთობი შეიძლება იყოს ის, რის გადამუშავებასაც ვახდენთ და ხო არ ვიცი, რისთვის შეიძლება ხდებოდეს ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის გამოყენება. ხო, დავიწყოთ იმით, რომ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა არ ფუნქციონირებს დღის მდგომარეობით, ანუ დასრულებული არც არის ქარხანა, რაზეც ლაპარაკობთ, რომ ნავთობის გადამუშავება ხდება. ანუ საქართველოში არის ხაზი, რომ ძირითადად შემოდიოდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად გადამუშავებული ნავთობი, ოღონდ სანქციების გვერდისავლით არა. ანუ რუსული ნავთობი შეიძლება შეისყიდო, თუ ის სანქცირებულ ფასზე ქვემოთ გაქვს ნაყიდი, ანუ $60 რაც ქონდა დააწესეს და არასანქცირებული კომპანიებისგან. ამის დაცვას ყოველთვის ჯერჯერობით მაინც ცდილობდნენ, ანუ მე არ მსმენია, რომ ამასაც არ ღვევდნენ. თითქმის მზა ნავთობი შემოდიოდა, შემდეგ ხდებოდა რაღაც ხსნარების გარევა, რომ საბოლოო პროდუქტის სახელი მიეცათ, რომ დამზადებულია საქართველოში, ანუ გადამუშავების პროცესი მოხდა საქართველოში და შემდეგ გაქონდათ გასაყიდად. მაგრამ ამას ქონდა რაღაც, არ ვიცი, მცირე არა საშუალო ბიზნესის მოცულობა დაახლოებით და რადგანაც ჩვენი მოცულობები უკვე დროთა განმავლობაში სულ იზრდებოდა და უკვე მათ შორის ბრიუსელმა შეამჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ირიბად რუსული სანქციების გვერდისავლის მექანიზმი, რადგანაც როგორც ევროკავშირმა რაც ვნახეთ, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებმა ახალმა ადმინისტრაციამ გაცილებით გამძაფრებული ბრძოლა დაიწყო რუსული ნავთობ ინდუსტრიის წინააღმდეგ და ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის ტანკერების დაკავება. უკვე ხო, რა თქმა უნდა, არავის არ აწყობს, როდესაც საქართველოში არსებობს რაღაც კომპანია, რაღაც ნავთობ ტერმინალი, სადაც შემოვა რუსული ნავთობი, ვითომ გადამუშავდება საქართველოში, რომ დაერთხას დამზადებულია საქართველოში და გაიყიდოს შემდეგ ლეგალურად გინდა ევროკავშირის ქვეყნებში, გინდა სხვაგან. ამიტომ არის პოტენციური დასანქცირების კანდიდატი ყულევის ნავთობ ტერმინალი და ყველა ის პირი და ყველა ის ბანკი, რომელიც ამ პროცესებში იქნება ჩართული და ერთ ირიბ დასკვნას ქართულ ეკონომიკაზეც აკეთებს ის, რომ როდესაც აი ესეთ მაღალ რისკებზე მიდიხარ, კარგის ნიშანი არასდროს არ არის. ანუ რეჟიმსაც ყოველთვის ურჩევნია შეუმჩნევლად წყნარად აკეთოს თავისი საქმე, ეს აძლევს შესაძლებლობას დიდი ხნით გაიხანძროს ძალაუფლება. როცა გიწევს აი ესეთ მოლიპულ ველზე შესვლა, სადაც სანქციების მაღალი რისკია და აი ამას უშვებ შენ ქვეყანაში,
ეს იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური პრობლემები გააზრებული გაქვს. მადლობა ბატონ თენგო. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით, თენგო კირთაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირა, შესაბამისად ერთმანეთს ორ შაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.